იბერიის მეფე ფარსმან ქველმა რომის იმპერატორი დაამცირა. მას ამის საბაბი ჰქონდა, ვინაიდან ქართული ჯარის დახმარებით რომაელებმა სომხეთიდან განდევნეს პართიელები და სომხეთი დაიპყრეს. იბერიელი ხელმწიფე უკმაყოფილო იყო რომაელთაგან სომხეთის სრულად დაპყრობით, ამიტომ მან წარმატებით ილაშქრა სომხეთში და იქიდან რომაელები განდევნა. მერე კი პართიაში გაილაშქრა. რომის იმპერატორმა ადრიანემ იბერიაში ელჩები გაგზავნა და ფარსმანს რომში გამოცხადება უბრძანა. იბერიის მეფემ ცივი უარი შეუთვალა. იმპერატორი იძულებული გახდა რის სხვა დაეცխრო. მან იბერიის მეფეს დიდძალი წღვენი გაუგზავნა. ამ საგანგებო წღვენს საჩუქრად მოაყოლა 50 ლეგიონერი და 1 სპილო. ფარსმანმა დიდი პატივით მიიღო სტუმრები, თუმცა მათი ვიზიტის ბოლოს მეფემ საზეიმო ვითარებაში რომაელ ელჩთა მეთაურს იმპერატორისათვის ოქრომკედით ნაქარგი რამდენიმე ქლამიდა, ანუ მოსასხამი გადასცა, ხოლო ამის მერე მოედანზე 300 დაბორკილი დამნაშავე გამოატარა, სწორედ ისეთივე ქლამიდებში გამოწყობილნი რომის იმპერატორმა ეს დამცირება მწარედ გადაყლაპა.